მე არ მაქვს ნაოჭები, იმიტომ რომ არ მინდა მათი ნახვა, იმიტომ რომ ძალიან ძვირად დამიჯდა ალბათ თითოეული მათგანი. გარეგნობის გამო ხშირად ღებულობ კრიტიკას? რაზდამებს გამსეზე არანაირი რეაქცია არ მაქვს. სავარაუდოდ გადავაჭარბე დოზას. ბოლო 1 წელი დაუთმე მთლიანად ფილერის დაშლას. გიყვარს ეს ამბები ბავშვობიდან რა? ძალიან. მამაკაცები ამბობენ, რომ მათ მოწონთ ბუნებრივი სილამაზე. და სინამდვილეში აი ყველაზე დაპლასტიკებული ქალებისკენ მიუწევთ გული. თან ყბადაღებული ჭორი მაია ასათიანი ორსულად არის, სწორედ ამ მუცლის დამსახურება იყო, იმიტომ რომ რაღაც ფოტოებში ხო მეც არ მომწონდა ჩემი მუცელი. მაია ასათიანი დღეიდან არასოდეს მიაკითხავს ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტს და პლასტიკურ ქირურგს? შეგამაც არ მიაკითხავს. ვერ წარმომედგინა, რომ მედიაზე მეტად რამე შემიყვარდებოდა და მეტად შეგიყვარდა? არ მქონდა ფული. მოვაგროვე ყველაფერი, წავიყე ოქროს ბირჟაზე. ასე პროფილურად დაიწყო ჩემი მეორე ცხოვრებაც, ჩემი გაყიდული ოქროულით. და თანხუჩაბათობით გადის მეგობრებო ეთერში და აუცილებლად უნდა უყუროთ.